მზია ამაღლობაზე არ შემიძლია არ თქვა. იმას მაჩალი კაშვილს ეწერა თუ არ ვწდები და უნდა ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვა. არ არსებობს დამოუკიდებელი საქართველოს არ მახსოვს, მე არ მახსენდება, რომ კაცს ეჩივლოს ქალისთვის, კაცი ერქვას პოლიცია თანამდებობის პირს ეჩივლოს ქალისთვის ხელი დამარტყო და ის ქალი ციხეში ჩაისვათ. არ არსებობს, არათუ საქართველოს კავკასიაშიო, მართლა ეგრეა. მანახეთ კაცი თანამდებობის პირი, ოდესმე რომელიმე ეპოქაში ქართველმა კაცმა რო წაიკნაბლა, რო აი ეს ცემაო ქალმაო და ის ქალი მერე ციხეში დაატუსაღეს. აი ეგეთი ფაქტი გამახსენეთ. და ესეთი ლაჩრები და არაკაცები მერე კაცობაზე აი ზარქუასნაირ ტილიანს მართლა აი წინკლიანს კითხეთ, აი ჟურნალისტმა კითხეთ, კაცურია ირაკლი თანამდებობის პირი რო ტირისო, იმანო დამარტყაო? ხო და არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო ბოდიში და შეახვარო შენ როსცემეს ასობით ახალგაზრდა და თავპირი დაალეწეს, მოიცა იქ ერთი კაცი არის დაკავებული, ვინმე ერთი კაცი არის დაკავებული. დავით კაცარავა რო აი სიკვდილამდე მიიყვანეს ერთი კაცი არის დაკავებული და ეგეთ ქვეყანაში შენ ლევან შენ რა ნაკლები გიქნეს? არ მინდა ჩემ თავზე ვილაპარაკო ხარებასნაირებს იმას რა ქვია საპატრულო პოლიციის და მილერი და რა გვარია ის მავიწდება სულ ბინაროაჩ მემანიშვილი გოგა ბინა მემანიშვილი ბინებსოჩუქრის ივანიშვილი აქციების დარბევის არ შერჩებათ ჯიგრებო არ შეგჩებათ ის კი არა ეხა მე ფიზიკურად და რაღაც არა ახალგაზრდების ცემეთ და ამ ყველაფერს უყურებდით ბიჭო ხალხს როგორ აწამებენ და თქვენ ლაპარაკობთ კაცობაზე, ქვეყანაზე, პატრიოტიზმზე, ყველაზე დიდი ნაგვები ხარ და ეკლესიაზე ლაპარაკობენ ნიკორწმინდაში 2 წელია წყალი ჩამოდის, გელაც რა უქნეს, დაანგრიეს, სულ წყალი ჩამოდის, სვეტიცხოველში წყალი ჩამოდის, ჯვრის მონასტერი განადგურების პირას არის, ესენი რომელი ეროვნულობაზე ლაპარაკობენ, ხალხო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, არც ქრისტიანობა იციან ამათმა, არც რელიგია არ იციან, ყველაზე ანტირელიგიული ხალხია. LGBT პროპაგანდას რო ეწევიან, სავსეა LGBT-ებით ქართული ოცნება, სავსე. დედასგებისები მართლა ეგრეა. ოღონდ მე არა მაქვს კაცო პრობლემა, რაც უნდათ ის უქნია. ოღონდ ჩვენ აქით რო თქვენ არ მოგიდგენიათ რომ აქით აბრალებენ რომ ეხა იმის პროპაგანდა ყველაზე დიდი პროპაგანდისტები. ყველაზე დიდი ამ რაღაცის რეკლამის გამკე ეგ ხალხია დაწყებული იმით რა ქვია ოხანაშვილით გაგზელებული კალაძით ეგენი არიან მთავარი LGBT-ის პროპაგანდისტები მთავარი ხალხი ეგ არის მაგრამ ტელევიზორში ჩართავ თურმე ვიღაცას ფერადი დროშა უჭირავს ხო და ყველაზე დიდი ბინძური ხალხი არიან ეგენი მამაოებს ეგენი უსმენენ ქართულ ოცნებას მამაოებს ეგენი უსმენენ პედაგოგებს ეგენი უსმენენ პირად ცხოვრებაში ეგენი ჭრიკებიან და მერე იწყვია რომ აიო ჩვენო ეკლესიურები ვართო ქრისტიანობაში და მართლმადიდებლობაში საწერია წამება საწერია ეკლესიები რომ უნდა ინგრეოდეს საწერია ქალი ბიჭო ციხეში როგორ გამოკედეს გებუაძის ტირილი ვნახე გამც ამ ადამიანთან რაღაცა თავის დროზე რაღაცა კომუნიკაცია რომ ქონდა დედასგებისები მენერვიულება სამარცხვინო სრულიად სამარცხვინო კაცია არ არსებობს აი კითხეთ აი ხო ვაშკაცობ ალუდა გუდუშაურს თუ რა გვარია ვინც არის კითხეთ აი თუ არსებობს პრეცედენტი რომ თანამდებობის პირს ეკნავლოს რომ ქალმა მცემა და ის ქალი ციხეში გამოკეტეს ერთი ფაქტი გაიხსენონ